რა დაალაგეს? ერთი ხო შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს დაალაგეს. დაალაგეს ის, რომ 100 დღის განმავლობაში პროტესტია, დაალაგეს ის, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს გარდა მეზობლების. მეზობლები რა თქმა უნდა გვაღიარებენ, იმიტომ რომ ყოველდღიურე საოპერაციო ურთიერთობები აქვს ჩვენთან. რა დაალაგეს? რუსეთთან დაალაგეს რამე? თუ ის ნარატივები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის ვითომ აღდგენის იმედებს და ეიფორიას ქმნიდნენ, ეს დაალაგეს? აი რა დაალაგეს საერთოდ? ხო შეიძლება რომ ვთქვათ, რომ აი ეს გააკეთეს. რა დაალაგეს? ძალადობა არ არის? სამართლიანობა დააწესეს? რა დაალაგეს? ნაცები დაამარცხეს? აი ხო უნდა ვთქვათ, საბოლოო ჯამში დაალაგეს ერთადერთი თავისი პერსონალური სივრცე, ძალიან ბევრი დაცვა დაიყენეს, ძალიან ბევრ ფულს იპარავენ. აი ეს დაალაგეს და შესაბამისად ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში სადაც ეკონომიკური ზრდა არის 11% და ადამიანების ემიგრაციის პროცენტი ყოველთვიურად იზრდება და თან კეთილდღეობის მაჩვენებელი მცირდება და ყოველდღიურად სოციალურ დაუცველი სტატუსის მომართვიანობა კიდევ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ყველას გვესმოდეს, რომ ჩვენ უსამართლო გარემოში ვცხოვრობთ. ერთადერთი ამას რითიც ახლა იხანგრძლივებენ არსებობას, რა თქმა უნდა და ეს უნდა ვაღიაროთ, არის ის, რაც საერთაშორისო არენაზე ხდება, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგია, იქ სხვა პრიორიტეტებია, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქვეყნები, რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელი და სარგებლობენ ახლა ამით. რა მოიგეს?